Ოლიგარქის რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაში ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიწვიეს. პარტნიორების ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დემოკრატიული სამყარო მილიარდერის მთავრობას არ აღიარებს. საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმი ყველაზე დიდი შესაძლებლობა ინვესტორების და ეკონომიკური აქტორების მოსაზიდად. თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქვეყანა ისეთ კრიზისში შეიყვანა, რომ ოფიციალურ ღონისძიებებზეც კი აღარ იწვევენ. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადება შევიდა, რასაც ოცნების მხრიდან ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება მოყვა. სალომე ლაბაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. სალომე, პირველ რიგში დავიწყოთ იზოლაციით, რომელშიც ოლიგარქის არალეგიტიმური ხელისუფლება მოექცა. Შაშან რუსეთი და ირანი წელს კი უკვე საქართველოს სწორედ ოლიგარქის ამ არალეგიტიმური რეჟიმის დამსახურებით მიუნხენის კონფერენციის მიღმა დარჩა. უნდა ითქვას, რომ უსაფრთხოების ამ ყველაზე მასშტაბურ და ყველაზე მნიშვნელოვან შეკრებას, რომ ოლიგარქის რეჟიმი არ დაესწრება, უფრო ზუსტად კი ვერ დაესწრება, ეს თავადვე დაგვიდასტურეს ეგრეთ წოდებული მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც როგორც ჩანს, იმდენად აღარ აქვთ იმის იმედი, რომ ამ მიმართულებით მათთვის ასიკეთოთ რაიმე შეიცვლება, რომ манипуляციაც აღარ მიიჩნიეს საჭიროდ და პირდაპირ გვითხრეს, რომ მათ მოსაწვევი არ მიუღიათ არც მიუნხენის კონფერენციიდან და არც დავოსიდან, სადაც მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი უნდა გაიმართოს. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯერ კიდევ შარშან მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს სახელით მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი და გარდა ამისა, ამ კონფერენციის მონაწილე იყო ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრიც უკვე წელს კი შეკრებაზე, რომელშიც თავს იყრის დემოკრატიული სამყაროს თითქმის ყველა ლიდერი ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი არც ერთ დონეზე წარმოდგენილი უკვე აღარ იქნება. Როგორ ახსნის ამას რეჟიმის პროპაგანდა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ თითქოს მას არ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, მომზადებულ მესიჯ ბოქს ამაზე სავარაუდოდ ხვალ მოვისმენთ ჩვენ პარტიისგან, მანამდე კი ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის რომ ქართული ოცნება დატოვეს მიუნხენის კონფერენციის და დავოსის ეკონომიკური ფორუმის მიღმა არის სწორედ ამ რეჟიმის არალეგიტიმურობის დადასტურება საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმია უსაფრთხოების საკითხებში, ისევე როგორც დავოსი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკურ, სავაჭრო და ფინანსურ საკითხებში. ასევე უმნიშვნელოვანეს ფორუმზე ნატოს სამიტის სახით ვაშინგტონში საქართველოს საკითხი საერთოდ არ იყო ნახსენები, ინაუგურაციაზე ისინი მიწვეული არ არიან, ტრამპის პრეზიდენტად წარდგენის ყრილობაზესაც მე ვიყავი ჩასული, ისინი მიწვეული არ იყვნენ, ამიტომ ხედავთ, რომ ეს საერთაშორისო იზოლაცია შემდგარი ფაქტია, სანქციები დაწესებულია და ეს არის იმგვარი ტიპის წნეხი, რომელსაც ივანიშვილი ბოლოს მაინც ვერ გაუძლებს. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს. დავოსის ეკონომიკური ფორუმი ქართული ოცნებისთვის ჩანაცვლდეს უნდა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმით, რაზეც აქვს სწორება, მაგრამ ქართველი ხალხი ამის საშუალებას არ მიცემს ივანიშვილის რეჟიმს, იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლის გზა გადის სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაზე. ამისთვის იკრიბება ხალხი უკვე 40 დღეზე მეტია და ეს არის ის ეგზისტენციალური ამოცანა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ამ პროცესში მონაწილეობა უნდა იმსახურებოდეს. ქართულ ოცნებას არაფერი აქვს სათქმელი ჩვენი პარტნიორებისთვის და არც ჩვენ პარტნიორებს აქვთ მილიონობით ევროს და დოლარის ღირებულების დახმარება, რომელსაც ისინი წარსულში საქართველოსათვის გამოყოფდნენ. ეს დახმარება ქართული ოცნების პირობებში არის შეჩერებული, ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეთ დასავლურ ეკონომიკურ სივრცეს და ეკონომიკურ ოჯახს და დავიბრუნოთ ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენი პარტნიორები ქართველი ხალხისათვის გამოყოფდნენ 30 წლის განმავლობაში, აუცილებელი არის რომ ეს რეჟიმი ჩამოიშალოს. ის რომ ქართული ოცნება მასშტაბური შეკრებების მიღმა დატოვეს, ეს როგორც ოპოზიციის, ასევე ანალიტიკოსების შეფასებითაც არის იმის დასტური, რომ ამ რეჟიმის არალეგიტიმურობაზე დემოკრატიული სამყაროს ყველა ლიდერი, თითქმის ყველა ლიდერი უკვე შეთანხმებულია და რომ ამ მიმართულებით ქართულ ოცნებას უკვე აღარ შეიძლება რომელიმე სახელმწიფო, საქართველოს რომელიმე პარტნიორის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. წლების განმავლობაში ქართული ოცნება მონაწილეობდა როგორც მიუნხენის კონფერენციაში, ასევე დავოსის ფორუმზე, მათ შორის ჩვენ გვახსოვს ამ ფორუმში პირადად ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაც, მაშინ როდესაც მას პრემიერის სტატუსი ჰქონდა. ასეთ შეკრებებს ოცნება ყოველთვის იყენებდა საკუთარი პროპაგანდის გაძლიერებისთვის. ახლა კი, როცა ოცნების პროპაგანდას განსაკუთრებით უჭირს, ახლა როცა რეჟიმის არალეგიტიმურობის პრობლემა დადგა, ბუნებრივია, რომ ამ შეკრებაში პარტიის მონაწილეობას ექნებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, თუმცა პროპაგანდის მიზნებისთვის ამ ფორუმის და ამ კონფერენციის გამოყენების შესაძლებლობა დემოკრატიული სამყაროს ლიდერებმა ქართულ ოცნებას ამჯერად უკვე აღარ მისცეს და
როგორც უკვე აღინიშნა, ოცნებას აღარ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს არც მიუნხენის კონფერენციაში და არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა საქართველოში და ქართული ოცნების ლიდერს მაშინ დელს ბიძინა ივანიშვილს მაინც არავინ არ იცნობდა და შესაბამისად სათუო იყო დაპატიჟება ამ ორ ფორუმზე ის კაცი, რომელმაც ის თავად წაიყვანა დავოსის ფორუმზე და წარუდგინა მთელ ცივილიზებულ ბიზნეს საზოგადოებას, იყო ჯორჯ სოროსი. აი ჯორჯ სოროსი დღეს რო ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, მან წარადგინა დავოსის ფორუმზე ბიძინა ივანიშვილმა, მან გამოუგზავნა მოწვევა და მისი ინიციატივით და მისი მხარდაჭერით მოხდა მისი და იმდროინდელი მთავრობის წარდგენა დავოსის ფორუმზე. დღეს საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობრები აღარ ყავს. არც ერთ ბანაკში მეგობრები, რომლებიც შეძლებენ ასეთი ხიდი გახდნენ მასა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის. იმიტომ რომ ყველა გადაიკიდეს, ყველა გადაინტერეს. პირველი კონფერენცია იქნება მიუნხენში, პირველი კონფერენცია, სადაც საქართველოს საგარეო და თავდაცვის მინისტრები არ იქნებიან მიწვეული. არ ვიცი, ეგეთი დღე და წელი მე არ მახსოვს, როდესაც რამე მსგავსი მომხდარი იყოს. სულ საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება ქართული ოცნება. დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა მსოფლიოს ყველა დიდ ეკონომიკურ აქტორთან, მათ შორის უმსხვილეს მილიარდერებთან და ბიზნესმენებთან შეხვედრისთვის და ინვესტიციების მოსაზიდად, განსაკუთრებით იმ პირობებში, რაშიც ახლა საქართველო იმყოფება და იმ მწვავე ეკონომიკური გამოწვევების პირობებში და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის შეკრება მსოფლიო ლიდერების და საერთაშორისო პოლიტიკის აქტორების, რომლებიც ლობენ სოფლიოში მიმდინარე თემებზე და ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა დასავლურ სამყაროს ნაწილად რომ ჩანდეს სახელმწიფო და ხელისუფლება და აქ კიდევ ერთხელ ჩანს რომ სრული დელეგიტიმაცია ქართულ ოცნებას არავინ არ აყენებს გაყალბებული არჩევნების შედეგების შედეგად დამტკიცებულ მთავრობასა თუ პრეზიდენტს და მათ მხოლოდ შეუძლიათ ვიზიტებით ეწვინონ ირანს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს და ასე შემდეგ. ამ უპრეცედენტო იზოლირების ფონზე კი იზრდება იმ საერთაშორისო აქტორების ჩამონათვალიც, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ. ამ ქვეყნების სიას შეემატა დიდი ბრიტანეთიც, სადაც პარლამენტის წევრმა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან ჯეიმს მაკლიარიმ წარადგინა თემთა პალატაში წინადადება სწორედ ოლიგარქ ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნით. ეს წინადადება ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, მათ შორის ამ წინადადებით არის საუბარი იმის შესახებ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა გადახედოს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატების შემდეგ უკვე აღარ არის გამორიცხული, რომ დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობაც დაკარგოს საქართველოს ოლიგარქის რეჟიმის დამსახურებით. ასევე ამ წინადადების შესაბამისად დიდმა ბრიტანეთმა უნდა დაგმოს ბიძინა ივანიშვილის უარყოფითი როლი დემოკრატიის შელახვისა და საქართველოზე რუსეთის გავლენის გაძლიერების ხელშეწყობაში და რაც ოლიგარქისთვის, მილიარდერი ოლიგარქისთვის ალბათ განსაკუთრებით საგანგაშოა, ამ წინადადებით უნდა მოუწოდოს ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანომ, ბრიტანეთის მთავრობას, რომ შეერთებული შტატების შემდეგ უკვე მანაც განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ეს რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელი იქნებოდა ქართული ოცნებისთვის ალბათ არც იყო გასაკვირი, თუმცა მართლმა პარტიამ, დე-ფაქტო მართლმა პარტიამ სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადებაც დიდ ბრიტანეთში ინიცირებული ამ საკანონმდებლო წინადადების გამო და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ დიდი ბრიტანეთი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, რასაც როგორც ჩანს რეალისტურ საფრთხედ აღიქვამს ივანიშვილის რეჟიმი, ასეთ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთსაც ივანიშვილის რეჟიმი დაუპირისპირებს ისეთავე პროპაგანდას, როგორცაც ის უპირისპირდება ყველა სხვა პარტნიორს, რომელიც მის წინააღმდეგ იწყებს მოქმედებას, ანუ ისე ვიტყვის, რომ დიდი ბრიტანეთიც მის მიერ გამოგონილი deep state-ის გავლენის ქვეშ მოექცა. პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო. გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში. პალატა აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას გააკეთოს იგივე, რათა გამოხატოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ. მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და უფრო მჭიდრო კოორდინაციაში იყოს პარტნიორებთან ევროკავშირიდან რუსეთის ჩარევასთან დასაპირისპირებლად და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას.
ამ ფონზე კი იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ოცნებას დემოკრატიული სამყარო უკვე ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციაზე უარს ეუბნება, გასაკვირი არ არის, რომ ივანიშვილის რეჟიმს აღარ რჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ ურთიერთობა გააგრძელოს მაგალითად მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან, სადაც ახლა ვიზიტით იმყოფება ოცნების ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ხვალ კი აქ ჩასვლას, როგორც ცნობილია, ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აპირებს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის გეგმა ასევე მოიცავდა ვიზიტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თუმცა ფორმულას ინფორმაციით მასპინძელი მხარის გადაწყვეტილებით ირაკლი კობახიძეს არც ამის შესაძლებლობა მიეცა.